აი ხუბით რა გამოვა, გადაკეთებით რა გამოვა. შეიძლება სვანებზე ვარ ეს ინავჭი. შეიძლება სვანებზე ვარ ეს. კარგით რა. გამშვიდ. გამოვა სვანებზე ვარ ეს. გამშვიდით, საქმე უნდა გაკეთდეს და აქედან. გადაკეთდეს 10 თვეა ჩემს საკუთრებიდან წყალი ვერ დამიცალე და სხვა თქვენი მე რა დავიჯერო? რა დავიჯერო? ო 10 თვეა წყალი ვერ მოხდა. ეს იყო. ეს არა 10 თვის უკან. რო აისო წყალი ის არ დაცლილა. ის არ დაცლილა და მე თქვენი რა დავიჯერო? რა დავიჯერო მითხარი? რა დავიჯერო 10 თვეა წყალი და ჩემს წყალი ვერ დააკონტროლო, ეგენი გადააყენეთ ვინც აკეთებს სიტყვია. ახლა ამათი გადაყენება რომ ჩვენი უფლება მოცილება არაა, ხომ იცით რა, მაგრამ რატო ლაპარაკობ? რო არ არის. რო აჩერდი. დასაჯეთ. და გავჩერდი. ამიტომ გეუბნებით რომ აღნიშნული საკითხის გადასაც წყალი დაიწევა, გახსნილ ხომე ვიღებული. ახლა მეორე დავაშაო რა ვერ უცბად დამიჯე. შესაძლოა გადასაწყვეტა. მერმა როგორ აიგო, წავიდა მთავრობაში. ბატონ თორნიკესთან არის წასული. გაივლიანთ მას. შედგება კომისია და მე ვერ გეტყვით ახლა შეიძლება ბატონი თორნიკე არ იქნეს კომისიაში და არავინ, მაგრამ შესაბამისად მერი იქნება, ვინც იქნება იქ განსაზღვრული ამოვლე და აღნიშნულ საკითხს საფუძვზე გაეცნობინა. მაგრამ პარალელურად ხალხის ინტერესები რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესები განსხვავდება ეს. ჩემომიძე ერთწუთით რა. ხალხის ინტერესებს რო ვიცავთ, ამაში ეჭვი რატო გეპარება? მერმა აიღო ვალდებულება და კომპანიასთან ერთად, ერთი წუთით რა, კომპანიასთან ერთად საკითხს იქვე კაბინეტში გადის ამ საკითხს. ეს ხო ფაქტი ჯიუტია რა. წელიწადია ლაპარაკობენ. გასაგებია, მაგრამ კიდევ გამოდახსა წყალი ჩვენ ამ საშუალო ჩვენ ჟამდე ხანდა. ასეც მართა, აი ხალხო სწორად გამიგეთ რა. არა, გასაგებია. გიგებ, საკითხი უნდა გადაგწყვეტს. გასაგებია. არა, კიდევ რომ გამოდახსა საქმეს, არიგებს. არა, ეს არიგებს სახში ვერ მივედი. სახანდი ვერ მივედი, ნახე აგერ ბოლოს და ვერ მივედი. ხო, მაგრამ ამ საშუალო ჩვენ ჟამდე ხანდა გავიგეთ. ანის წყალი რაღაც უთხარო 10 თვეა. ანის წყალი ხო რა განექცა. იქეთ გასებს რო აბრალის ეს ვინა. გააგლებე ჩემს საკუთრებიდან წყალი ახლა გამოვშვიდე. წყალი დაშვებულია. ჩემს საკუთრებიდან გამოვა წყალი. გამოვა წყალი ჩემს საკუთრებიდან. რა გარანტიით გისვენ კი, სახელმწიფო? დაიწევს მაგრამ ჩემს საკუთრებიდან თუ გამოვა წყალი. ხოლმე კიდევ გამოგწვა. ახლა დაგაჯენ მაშინ დაგიფანდა გაჩვენებ საკუთრებაში წყალი აქვს. მარადიჩი ნახო რა. ნახო. ჩემი ესოტარი ნახო. ერთი საათი გებიდან წყალს დავიწყეს დაკლება. დამოდავზე დევიდე სოფელში და წყალი დაკლებულია, მაგრამ სადამდეა დაკლება. მოდი საკუთრებაში გამოსულია წყალი. ერთი საათი გავიდა გახა. მომცენ იმის გარანტია და ყალებს ვერ გახსნა და ვიდამშობე. თუ შეიძლება მომიყევით რა მოხდა დღეს სოფელ მარადიჩში. გამარჯობათ, ბათუმელებიდან ვარ ჟურნალისტი. თუ შეგიძლიათ რომ მოგიყვეთ რა მოხდა დღეს სოფელში და რატო ხართ აქ შეკრებილები? დაიტბორა. გზებზე ბავშვები ვეღარ გაივლიან. რამდენი წელიწადი ამ ჰესის მშენებლობის ამბავია. მე 12 წელიწადია თუ რაღაცა. 3-4 წელიწადია კომისიაში ვიყავით. რაიონში დაიტბორა. რაიონში ვივდივართ, იქ ასეა ამოვლენ. ასე დრო გაგავთ ისმის. 3-4 ოჯახი დააკმაყოფილეს, ისიც რამენაირად და წასული არიან. დარჩენილი ვართ 15 თუ 20 ოჯახამდე რაღაცა, რა ვიცი. მოლაპარაკებას ვერა წარმოები. არ ხდება მოლაპარაკება. მაგ გეუბნება რომ ეს ასეა. შენეუბნები და შენსაც დაუშვათ მოლაპარაკების დროს. მე აჩერებენ ამას. ხო და ჩვენც დავიღალეთ. წასული, არა წასული, ასე როგორ შეიძლება? არ შეიძლება და 70% ჩემი ცხოვრებისა მიდის. 70%. ვეუბნები რომ შეისყიდეთ ეს ყველაფერი, მარტო ჩემი კი არა, ასე ჩემს გვერდით დაუშვათ. ხო და არ უნდებიან. აპიკა, ჩალის ფასად უნდებიან ყველა. ამიტომ ჩვენ არ დავთმობთ ამას. რას გთავაზობთ კომპანია? რა არის კომპანიის მიერ შემოთავაზებული თანხა, პირობები? კაპიკები. 20 ლარია, 20 ლარი. მაგრამ მე ხილი მაქვს პირველად გადაიხადა, როცა პირველად გადაიხადიან. 20 ლარი იყო $13. დღეს 20 ლარი არის $8. მეუბნები, $1 რომ ჩამოსულიყო, მაინც $1 მიხდიდი? რატომ მიხდი ამას? გადამიხადე, მაგალითად $13-დან, არა? არა, ვერ გადაგიხდი. საიდან ის თურქი ლარების შემოვიდა ჩვენთან, ჩვენთან შემოვიდა დოლარების გადახდით, ხო? რატომ აკეთებენ ასე? ან აგდებენ ამ ფასებს?
წიწავენ, იმიტომ რომ კურსი დაეცეს, რაც იაფად შეისყიდონ და რაფერს მოაწყნონ ხალხს. მე რომ პირველად მეუბნებოდი იმ თანხას რომ დღეს მარდებენ 51,000 ზარალობ. რატომ? იმიტომ რომ გაწესდა დროზე არ მოუწე. აი ასე იზარალა ყველა. დღეს რომ სოფელი დაიტბორა დავშე წყალს რომ უშვებდნენ წინასწარი შეტყობინების სისტემა თუ ერთი პირველად რომ დაკორენ მასში გვითხრენ რომ ამ დონემდე უნდა დავტყოროთ, მაგრამ როცა არ ესმებოდა ხელი ვინმეს, არაფერს არ მომო. ახლა იქ არანაყიდი მიაყოლენ, ახლა სავალი გზები მიაყოლენ, ახლა სასაფლაოებში შევიდა უკვე წყალი, ამას არავინ არ აპარებს. რას აპირებთ? რამეზე თუ ხარ შეთანხმებული? არაფერია. შეთანხმება ველოდები თუ დაგვიბარებენ და მოწყვება შეთანხმება შევთანხმდებით. საერთოდ ყველას ერთად გაგზავნოთ რომ არ შეთანხმება. შეთანხმება მოუყრებით, სწავლენ, ვერ შევთანხმდებით, მეუბნებით, ვინც დარჩენილი მოსახლეობა არის. მოხდეს შეჯერება, შეთანხმება, ხო და მერე დაიწყონ მუშაობა. ერთიანად. არა, მოსახლეობასთან შეთანხმება არ უნდა და ნელა-ნელა რაცო ჩვენო შესყიდული გვაქვს, იქო ვიმუშავებთო. ჩვენ არ ვაძებთ იმის ნებას. იმიტომ რომ იქ სასაფლაოში წყალი შემოვიდა. შენი მიწა უნდა აიღოთ და მერე როცა დრო მორჩება, მერე სასაფლაოზე უნდა მივიდეს. მერე მოსახლეობას ერთიანად მიეცი ამ ოჯახს. მოილაპარაკე და მიიყევი და იმუშავე და ჩვენ რა ვქნათ? რამდენი ოჯახია ამ ზონაში? სადაც 20 იმიტომ რომ იმდაბლობი 30-ე თითქმის ასადგომელი არის. მაგარი ცხოვრება. ანუ ეს სახლები უნდა დაინგრეს, თქვენ დატოვოთ ეს სახლები და კომპანიამ შეიქმნა ამათი შესყიდვა. ჩემი სახლი მაგალითად არ უნდა. სახლი არ უნდა. შესყიდვა და მიწები. ხო და მე ოჯახია. თორემ სახლი და მიწა ვისაც უნდა და სამი ოჯახი ვარ დარჩენილი. დღეს ცოტა თანხას ვთავაზ და იმეც 20 ლარი და კვადრატობა მეტია, მიწა მეტია საწევიდით. ისეთ სილისტია, ისე დავადებული ვართ ეს ხალხი აქ სულყურად, მეცავად ვარ, მარიცავად არის. რა უნდა გავაკეთოთ იმით? და რადგან მარტო მიწა უნდა თქვენ არ აპირებთ როგორც ან სახლიანაში ისყიდონ, ან იმდენი მომცენ რომ მე მაგალითად რამე ვიყიდო. და რა იგი აქ იცხოვრება? არ წვანილი მოდის არც ხალი არაფერი სოფელში რაც გაგვაჩნდა, აღარაფერი არ გავყიდულობ ყველაფერს და მოგვაქვს. რისთვის ვარ სოფელში? მე თუ მიწები წამართვეს, მე თუ მიწები აღარ მეკლება, სოფელში რითვი არსებობ. ჩემი საარსებო წყარო მაგია. რადგან დღეს ტექნიკა არ შემოუშვეს სოფელში მოსახლეობამ სამუშაოს მიზნით 2 საათის შემდეგ დადგმულეს. ეს რა ტექნიკა შემოდიოდა? შეგიძლიათ მითხრათ რა ტრაქტორი გზას აკეთებდა რომ გამაზი მანქანა დიდი სატვირთო მანქანა შემოსულიყვენ და ემუშავან გაყიდული მიწები. და სანამ არ დაგკვირდება ეს ხალხი, მოსახლეობა, სასაფლაოები არ მოგვარდება, მანამდე შარდებას არ ეცეთ მოსახლეობა. ლიანად, ყველა უნდა დაგმაყოფილოთ, 1 და 2 კი არა. ქართულმა ქართულ ხალხს მე შევიდე და იმუშაოთ. დღეს დილით დაახლოებით 12 საათისათვის სოფელ მარადიდის ტერიტორია დაიტბორა ადიდებული ჭორხის შედეგად. როგორც მოსახლეობამ გვითხრა, ადიდებულმა მდინარემ დატბორა გზები, ხიდები და საფრთხე შეექმნა ბავშვებს, რომლებიც სკოლიდან უნდა დაბრუნებულიყვნენ და ასე მოსახლეობის თქმით ბაღჩების გავლით მოუხდათ ბავშვებს საკუთარ სახლებში დაბრუნება. მოსახლეობა ამჟამად შეკრებილია ერთ-ერთ მშენებარე ჰესთან და აპროტესტებენ კომპანიის მიერ წარმოებულ სამუშაოებს. აგერ მახლა ადგილზე იმყოფებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, როგორც შესაძლებლობა გვექნება, მათაც გავესაუბრებით და ვკითხავთ, რას აპირებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
შენი რატომ შემიძლია შელა იღი? მე არ წევს უვარალი. ვინმე აწება? აქ ჩემზე და ჩემზე არა საუბარი, აქ საერთო საუბარია. საერთოდ დაკავშირდეს ყველა. ოთხი კაცი წაიგდეს, მაგრამ ვინ აგო პასუხი? ვინმე მაგო პასუხი? ვინმე მაგო ხახვი ვიცი? მაგი არ შერჩება. მაგრამ მაი თუ შერჩება, კიდე ამ გესტაკიდა იმას დევნახავ. მაგი არ შერჩება არ. ოთხი კაცი, ოთხი პატაიგანა. ნავით დეიხჩენ მაშინ ყავი. მერი ამოვიდეთ. მერი ამოვიდეთ თან აქ ეს ბატონო მეურვდი. ერის თაბუში. მარტო მისტანკი არ დამოვიდე, საერთო მოლაპარაკება. ახლა რასაპირებთ? დაშლა საპირებთ? არ ვაპირებთ დაშლას. დაგვაკმაყოფილო ჩვენ მე ამოიღონ კტრები. ჩვენ მარტო ცოცხლებზე საქმე არ არის. ამოიღონ კტრების ლამაზად გადაასვენო ნორმალურად და მე იმუშავონ კაცო არ ვარ ჩვენ წინააღმდეგი. მაი ჩაიბარეს მათ და მაი. ჩვენ არ ვარ წინააღმდეგი. ოღონდ ჩვენ დაგვაკმაყოფილო უნდა ისეთი ადგილი გამოყეს რომ რა ვიცი, თავს წყალი დგება და იმაშობა რა ქვია. იმ კტარს მოიღებ, კაი ადგილი უნდა და მეორე მესამე საკითხის განხილვა ჩომოებრივად ესპანიის სამართლებრივად ერთი მოქალაქე იყო მოსული და შეიძლება თქვენ არ იყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ხდება საკითხების განხილვა. ერთ დღეში არ განაწყდება ფერდობი, იცით ხომ რა პრობლემაც არის? 6 წელია, 6 წელია. აი 6 წელია ეს პრობლემა. 6 წელია. ეს კი არა 6 წელია.